მომავალი ერთი კვირის ტაროს პროგნოზი, ხო? ეხლანდელი თქვენი ენერგიები როგორია? ეხლანდელი თქვენი ენერგიები ვნახოთ როგორია ჩემო ძვირფასებო. როგორი იქნება მომავალი ერთი კვირის ენერგიები? მომავალი ერთი კვირის ტენდენციები ენერგეტიკული კუთხით თქვენთან როგორი იქნება? რა მოვლენები შემოდის თქვენთან? ჩემი საყვარელი დასტა. ეხლა მომავალი ერთი კვირის საქმიანობის ტენდენციები როგორი იქნება? საქმიანობა როგორი იქნება მომავალი ერთი კვირის განმავლობაში? ცვლილებები რა სიახლეები იქნება საქმიანობაში? ფინანსური შემოსავლები როგორი იქნება მომავალი ერთი კვირის მანძილზე? კვირის ფინანსური შემოსავლები. სასიყვარულო სფერო როგორი იქნება მომავალი ერთი კვირის მანძილზე? მომავალი ერთი კვირის სასიყვარულო მოვლენები. მომავალი ერთი კვირის მთავარი ენერგიები. მომავალი ერთი კვირის უმთავრესი ენერგიები რაში იქნება? ანუ აქცენტირება მომავალი ერთი კვირის მანძილზე ყველაზე მეტად რაში იქნება და ამიტაც გვაჩვენეთ მთავარი მოვლენა მომავალი ერთი კვირის მანძილზე, რაც თქვენთვის იქნება ყველაზე აქტუალური ენერგეტიკული კუთხით. ვნახოთ ახლა რა ვიზია მომავალი ერთი კვირის გაშლა. იმპერატრიცა თავის თავში შემდგარი ქალი, რომელიც არის შვილებიანი, მაგრამ შესაძლოა ეხლა იყოთ ან ქორწინებაში, ან განქორწინებაში. ყოველ შემთხვევაში ქალი, რომელმაც იცის დედობა, ქალი, რომელმაც იცის თავის ფასი, ქალი, რომელიც არის შემდგარი შინაგანად და არა მხოლოდ შინაგანად, მატერიალურად, მიწიერად და სულიერად, მოდი ასე ვიტყოდი. თუმცა და ქალი, რომელიც ასე ვთქვათ, არის დამოუკიდებელი. მაგრამ ეხლა არის ქალი ისეთ მდგომარეობაში, რომ მაქსიმალურად ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ბალანსი თავის გზაზე, სადაც ცოტა არ იყოს, არის დაბნეულობა და დიდად ამ დაბნეულობას და ასე ვთქვათ, რაღაცა არაბალანსირებულ სიტუაციას ასე ვთქვათ, ცდილობს, რომ სერიოზულად არ აღიქვას და ისე შეინარჩუნოს ბალანსი. ქალი, რომელიც მზად არის თავისი პოზიციების დასაცავად, თავისი, ასე ვთქვათ, იმპერიის დასაცავად, რომელიც მან ააშენა და ქალი, რომელიც არავის არ მიცემს უფლებას, ასე ვთქვათ,
თავისი ღირებულებების გარეშე შევიდეს მის ცხოვრებაში, მოდი ასე ვიტყოდი, ხო? და აი ამ მდგომარეობაში მყოფი არის ცოტა რაღაცა საწყის მდგომარეობასთან მიმართებაში, ცოტა დაბნეული, იცი, იმიტომ რომ ვერ იგებს რაღაცას ვერ იგებს ეს ქალი აქ. რაღაცას ვერ იგებს. ცდილობს იყოს უფრო აი მსუბუქი ხა ის ცუდი გაგებით კი არა. ცდილობს იყოს აი ბავშვური, ცდილობს იყოს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ზრდასრულია, ცდილობს იყოს ადვილი. და აი ცდილობს აქ შეინარჩუნოს ბალანსი თავის გზაზე და სწორად იაროს. და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვური აქ გზას არ გადაუხვიოს. მომავალი კვირის ენერგიები საინტერესო. აქ შეიძლება მოგიწიოთ ნახე როგორი სიტუაცია არის, წამოეხა მე აქ დაზუსტება მჭირდება. ცირა არის, რაც მოდის ეს უნდა გითხრათ, თქვენ შეიძლება ფიქრობდით აი რაღაც იმ ბედნიერ მომენტებზე, რომელიც დაუშვათ მიწიერ ცხოვრებაში თანაცხოვრების პროცესში გქონდათ. და გაგახსენდებათ რაღაცა ერთიან მომავალი კვირის ენერგიები რაღაცა. ჩემო ძვირფასებო, აქ რაღაცა შეიცვლება, უფრო მომავალ კვირაში არა, ცოტა იქით, მაგრამ უყურეთ ახლა აქ ერთიან მე აჰა, всё, გასაგებია, თითქოს რაღაცა ნაბიჯი გადადგით თქვენ, მაგრამ ანუ რაღაცა ნიშანი გააკეთეთ, მაგრამ თითქოს არ ჩანდა არაფერი. გამიგეთ? თითქოს აი რაღაცა თქვენ მზადყოფნა გამოაცხადეთ, მაგრამ ადამიანი აგვიანებდა თითქოს მოსვლას. აქ როგორი სიტუაცია იქნება, იცი? აქ თითქოს თქვენ ფიქრობდით რაღაცა თქვენი წარმოდგენაში იყო ამ ურთიერთობაში, ეს არ არის ახლა ერთდღიანი ურთიერთობა. წარმოდგენა იყო ამ ურთიერთობაში, თქვენეული, ცოტა არ იყოს აი ქაღალდის სახლი როა ისი აგებული ორივეს მხრიდან, მაგრამ აქ რაღაცა ერთი განშტოება მოხდება, ერთი განშტოების ჩამოშლა მოხდება თქვენი მხრიდან მოხდება ერთ-ერთი თქვენი, ასე ვთქვათ, ილუზიის ჩამოშლა. რაზეც ფიქრობდით? ან მოხდა და აქ უბრალოდ აი ეს რაღაცა გამთლიანდება, გამიგეთ? იმიტომ რომ თითქოს შეიძლება აქ როგორი სიტუაცია იყო, იცი? შეიძლება მაგ მამაკაც იყო მესამე ფაქტორი, ვიზეც არჩევანზე იდგა ეს ადამიანი და თითქოს თქვენიდან წავიდა. მაგრამ აქ თქვენ ცოტა არ იყოს ვიყავით ფიქრის მომენტში, მაგრამ თქვენს ასე ვთქვათ შიშებს და გაბრაზებას ამ ყველაფერთან არ აფიშირებდით. აქ თქვენი განულება მოხდება და ეს ადამიანი
აქ ბრუნდება თუ იქ მიდის კაცო? აქ ბრუნდება. ეს ადამიანი მობრუნდება, რაღაცა აღდგება თქვენს ურთიერთობაში. აი ესეთი ემოციებია. მოდი ახლა მოკლედ რომ შევაჯამოთ მომავალი კვირის ენერგიები იქნება, რაღაცას ფიქრობდით თქვენ და ცოტა შეიძლება ეჭვობდით კიდევაც. აი ეს საკითხი, როგორც ასეთი გაბათილდება. გაბათილდება და რაღაცნაირად აი შევსებულად იგრძნობთ თავს. და ეხლა დეტალებს ჩვენ გადავყვებით რომელ სფეროში? სამსახური. ჩემო ძვირფასებო, სამსახურეობრივ თემაში აქ ძალიან მაგარი ამბები ხდება. იქნება თქვენი მასშტაბურობა, იქნება თქვენთან აი რაღაცა ახალი ენერგიები, რომელიც თქვენ მასშტაბებს გააფართოვებს და აი რაღაცა საგვარეულოს მხრიდან იქნება თქვენი გაღვიძება მოხდება, თქვენი მასშტაბირობა მოხდება. ამ მასშტაბირობით თქვენ გამოფხიზლდებით და აი თითქოს იგრძნობთ, რომ აი ღმერთი ჩემთან არის რა. აი რაღაცა თუ იყო გაჩერებული, აქ ასე ვთქვათ, დაიძურება ეს სიტუაცია, თუ დაუშვათ ახალი ინფორმაციას ელოდებოდით აუცილებლად მიიღებთ სამსახურთან დაკავშირებით, ვინც საზღვარგარეთ გადასვლას აპირებდა და იყო შეჩერებული სიტუაცია, მოხდება გადასვლა ახალი ინფორმაციის წყალობით და ძალიან კმაყოფილი იქნებით. ფინანსები ნახოთ როგორი იქნება. შვენიერი, ზღაპრული და იდეალური თქვენი, ანუ თქვენში დევს ძალიან დიდი ცოდნა, როგორც ასეთი. თქვენი ამ ასე ვთქვათ ბალანსირებული ადამიანებისათვის სწორი ბალანსირებული ემოციების გონებრივი მდგომარეობით გაცემის საფუძველზე, ცოდნის საფუძველზე, თქვენი ცოდნის გაცემის საფუძველზე ფინანსები იქნება მშვენიერი, ჩემო ძვირფასებო. კმაყოფილი იქნებით და კი, ძალიან კმაყოფილი იქნებით. იცი რა არის? თქვენ ცოტა შეიძლება ფიქრობდით, რომ რაღაცა არაფერი იცვლება, მე მაქსიმუმ ვსდებ და ჩემს საქმეს ვაკეთებ, მაგრამ აი აქ ისე გამოაჭრიტინებს მზე ამ მდგომარეობაში მყოფს, რომ თქვენი დაიწყებთ ან ცოდნის გაცემას, ან რაღაცა გადაწყვეტილებას მიიღებთ და ეს მოგიტანთ, კი ბატონო, ხო, რაღაცა ახალის დაწყებასაც შეიძლება ფიქრობდით, ან ფიქრობდით, ხო არ ტყუდები, რა ვიცი, აბა თავს ხო არ ვიტყუებ, რაღაცას აი ცოტა მახინაციოდით, კარგი გაგებით, აი ყურადღებით იყავით რა. და აქედან ახალი ეტაპი იწყება თქვენ საქმიანობიდან, ფინანსები ნამდვილად იქნება. კი, რაღაცა ახალი წყაროებიდან შემოვა თქვენთან ფული. თქვენი საქმიანობის პროფესიონალიზმის დაფასება. გამოდიხართ აი ცოტა ფიქრის მდგომარეობიდან ფინანსებთან დაკავშირებით, იცით? რაზეც ნერვიულობდით რა. პირადი სასიყვარულო ურთიერთობა, ვაიმე რა ვქნა. ჩემი სიხარულებო, აქ მარტოობიდან გამოსვლის მდგომარეობა გიწევთ. თითქოს თქვენს ცხოვრებაში რაც იყო აი დიდი ხანი იყო სტაგნაციაში, რაღაც სიტუაცია იყავით მარტო და აქ მოხდება არჩევანის გაკეთება, ეს იქნება მაღალი ძალებისგან მოვლენილი მდგომარეობა, იმიტომ რომ აი ეს გაერთიანება თქვენს ურთიერთობაში არის მაღლა გადაწყვეტილი. ამიტომ აქ პირად ურთიერთობაში მაჩვენეს, რომ ტრანსფორმაცია ხდება და ტრანსფორმაცია წეგანაც ბოლოში იდო და თანამ დასტამ დამიძახა. აქ შეიძლება აქ იყო როგორი რაღაც, იცი? აი თითქოს გეშინოდათ ერთმანეთის ორ ადამიანს, რომ ერთმანეთზე დამოკიდებულები არ გამხდარიყავით და აი ეს მდგომარეობა ყინავდათ ერთ ადგილას, მაგრამ აქ მოხდება გადაწყვეტილება რა იწოლებს.
იცი რა არის? თქვენ თითქოს რაღაცა შანსი გაეცით, მაგრამ ეს ადამიანი თითქოს ცდილობდა გაქცევას. მერყეობდა, არ იცოდა რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა, აი ბავშვურ პოზიციაში იყო. მოკლედ, აქ მოხდება ტრანსფორმაცია დასრულდება, ეს შიშის მდგომარეობა გადალახვა იქნება და რაღაც ძალიან სასიამოვნო მომენტები შემოდის, არჩევანი, რომელიც გაკეთდება თქვენთან მიმართებაში, ორივეს მხრიდან. მარტო ყოფნის დროს, რაზეც ფიქრობდით და ცოტა ბრაზობდით კიდევაც, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება ეხებოდა აი რაღაცა უფრო სერიოზულს და აქედან გამომდინარე შეიძლება ამ მომენტმა შეაშინა ორივე მხარე, მაგრამ პირად ურთიერთობაში შემოდის, აქ შეხვედრა იქნება ვიღაცასთან, გაერთიანება იქნება, ან მინიმუმ ახალი ეტაპის დაწყება იქნება ურთიერთობაში. ეს რა არის? მარტოობა მთავრდება. ნახე? კი. აი აქაც თქვენ ფიქრობდით, რომ მარტოობიდან გამოვალ იმ შემთხვევაში, თუ ივიქნები, ასე ვთქვათ, ოჯახურ თანაცხოვრებაში ან რაღაცა ან ბედნიერი, ან თუ მე ამირჩევენ, ან მე თუ განმასხვავებენ. აქ შეიძლება ნახე როგორ რაღაცა სხვა მდგომარეობაც იყო, მაგრამ აქ არჩევანს გააკეთებენ შენზე. და კი ბატონო, ეს გადაწყვეტილება შეცვლის აბსოლუტურად ყველაფერს, სამყარო, როგორც ასეთი კომუნიკაცია შედგება. თითქოს ეს ადამიანი თავის თავს ებრძოდა და აი თქვენ რა ვიცი რა ამ სიმძიმეს მარტოობის მდგომარეობას დიდხანს დაატარებდით როგორც ასეთი და ეს თავდება. კიდეც სასიყვარულო ურთიერთობაში მომავალი ერთი კვირის განმავლობაში რა მოხდება გვაჩვენეთ კიდე? ადამიანი იყო გაჩერებული. ახალი ეტაპი იწყება ყველა ვარიანტში, სტაგნაციიდან გამოსვლა და მომავალში წასვლა, სხვათა შორის ძალიან სწრაფი ტემპით. აი იგივე არკანები გამოდიან ღმერთო ჩემო. კომუნიკაცია შედგება. აქ ვიღაცასთან წარსული მამაკაცი გამოდის კონტაქტზე, უეჭველი. ადამიანი, რომელთანაც რა ვიცი, საერთოდ აღარ გეგონათ არაფერი. და რაღაცა სერიოზული საკითხის გამო იყო ურთიერთობა დასტაგნაცირებული, ანუ გაჩერებული რა. თავარი მოვლენა მომავალი ერთი კვირის განმავლობაში. თქვენ გამოდიხართ ცივი ენერგიებიდან, გამოდიხართ კონფლიქტური სიტუაციებიდან და რაღაცა გაკვეთილი ისწავლეთ აქ, უფრო რას ეხება ეს ნაჩვენეთ, თავარი მოვლენა. საინტერესო. თქვენ მიიღებთ აღიარებას იმ თემაში, რაშიც გეგონათ, რომ მოტყუებული იყავით. რაც თქვენში ძალიან დიდ ტკივილს იწვევდა და ცდილობდით დაგემორჩილებინათ იდუმალ ურთიერთობაში ყოფნის დროს და
დიდი ხანი ეს კაცი იყო მარტოობაში და საერთოდ აღარც ეგონა თქვენთან ურთიერთობის აღდგენის შანსი თუ იქნებოდა. ეხლა ურთიერთობის აღდგენის შანსი იქნება თუ არა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ თქვენ აქ რაღაცა თქვენი გადაწყვეტილებით მიუხედავად იმისა, რომ კრიზისში იყავით, გამოხვედით სექსუალური ურთიერთობიდან, რადგან აქ იყო სიტუაცია თქვენთვის სულიერ დონეზე უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე მიწიერ დონეზე და არა მხოლოდ მიწიერ დონეზე, სულიერი დონეც მნიშვნელოვანი იყო, თქვენ გამოდიხართ ამ სიტუაციიდან და როგორ გამოდის მაჩვენეთ? სამართლიანობა აღდგება თქვენ ამ სიტუაციაში ძალიან ბევრი იმუშავეთ თქვენს თავზე ამ შეჩერებულ სტაგნაცირებულ სიტუაციაში თქვენი სიბრაზეები არაერთ საკმაოდ დიდი ხანი ებრძოდით ამ ყველაფერს რა დიდი ხანი ცდილობდით აქედან გამოჯანმრთელებას და დამთავრდა ეს სიტუაცია და გამარჯობათ შეტყობინებად შემოდის რომელიც იყო გაჩერებული და ურთიერთობის ახალ ეტაპზე გასვლის მდგომარეობაში აღმოჩნდებით, სადაც დიდი ხანია ელოდებოდით ჩანს თქვენი წარსული მამაკაცისგან და ეს ადამიანი განახლებული მოდის ხალხო ბედს მოყავს ხმეს ხო ჩემო. აქ შეიძლება იყო მესამე ფაქტორი და აქ მთელი ამბებია მოკლედ, ეს ადამიანი რაღაცებს მიხვდა. მთავარი მოვლენა იქნება მომავალი ერთი კვირის განმავლობაში თქვენი გამოსვლა კრიზისიდან, გამოსვლა აუცილებლად, თითქოს გონებრივი მდგომარეობა აჯობებს იმ ემოციურ ფონს, რომელშიც იყავით და ეს გამოგიყვანთ, თითქოს რაღაცა განთავისუფლდი, რაღაცა თითქოს სულიერი გაკვეთილი, რასაც სწავლობდი, იქიდან გამოვედი. ესეთი ემოციური ფონი გექნებათ. ეს რა იყო, რა ვთქვით, მოდი ვნახოთ მომავალი ერთი კვირის განმავლობაში. თქვენ გრძნობდით, რომ და შეიძლება ენერგეტიკულად ეძახდით კიდეც ადამიანს სიტუაციას, რომელიცაც ფიქრობდით, რომ უნდა მოსულიყო, მაგრამ აგვიანებდა და მაგრამ მაინც ხვდებოდით, თითქოს ხედავდით, რომ ეს ურთიერთობა უნდა მოსულიყო. გულში კი გქონდათ შიში, მაგრამ რაღაც არ გემორჩილებოდათ და გეუბნებოდათ, რომ მოვიდოდა ეს ყველაფერი და ელოდებოდით. აქ რა ხდება მერე ეს რა არის? თქვენ წახვედით ამ სიტუაციიდან, საერთოდ აღარც ფიქრობთ და არაფერი და ეს სიტუაცია შემოდის. კი? აქ მოგწერენ. იგივე თემა დრიალებს. მთავარი მოვლენა იქნება ვიღაცისთვის მომავალი ერთი კვირის განმავლობაში, შეტყობინება, რომელსაც აღარ ელოდებოდა. ეს შეიძლება ეხებოდეს სამსახურს, შეიძლება ეხებოდეს პირას, ან შეიძლება ეხებოდეს კარიერას, იმას ფინანსებს ბოდიშით. შეტყობინება, მდგომარეობა, რომელშიც დიდი ხანია ფიქრობდით, სტაგნაცირება იყო, შეჩერება იყო და არანაირი ზურაქმედება არ იყო. ამ კუთხით იქნება მოულოდნელი შეტყობინება. როდესაც უკვე დატოვეთ ეს ყველაფერი და გახვიდით. ასეთი იყო მომავალი ერთი კვირის პროგნოზი ამ მონაცემებით. სულ რამოდენიმე დღეში კი დაიდება თებერვლისთვის მთლიანი პროგნოზი იგივე სფეროებში. მე კი გისურვებთ ბედნიერ წარმატებულ კვირას და ყველაფერს საუკეთესოს დროებით.